დანაღმული ველი თავისთავად ითხოვს იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან სიარული დანაღმულ ველზე, ანუ განაღმელები და ესეთი ადამიანები არიან როგორც ერთ ისე მეორე მხრიდან. ჯერ მე ამ სახალხო დიპლომატიის ეგდით მაშინ დავიწყე საუბარი ჩემს აფხაზ კოლეგებთან, როდესაც ამაზე საუბარი ძალიან რთული და ძნელი იყო, ომი იყო ახალი დამთავრებული და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ორივე მხრიდან თუ იქნებიან ჯეროვნად ჩართული ამ საქმეში, მაშინ შეიძლება დიალოგი. ეხლა თქვენს ეკრანზე შესანიშნავი გადაცემები გაქვთ, გამოჩნდნენ დრონები თუ რა შეუძლია გააკეთოს თანამედროვე ომში დრონს. გიომ აპოლინერი, გენიალური ფრანგი პოეტი ამბობდა, რომ ადამიანის მოგტინების, ომების ხელოვნებამ წინ წაიწია ძალიან და ადამიანი მას ჩამორჩა. სამწუხაროდ ამ პერიოდში ვცხოვრობ ჩვენ, როდესაც სიტყვით ვერ ვახერხებთ ჩვენი პრობლემების მოგვარებას, მხოლოდ იარაღით. მე იმედი მაქვს, რომ გაივლის დრო, ალბათ ამას ცოტა დრო არ უნდა სამწუხაროდ, როდესაც ადამიანი შეძლებს ააგებს ამ დიალოგის სივრცეს და სიტყვით მთელი კაცობრიობა თავის მომავალს აი ასე განსაზღვრავს და ღმერთმა ქნას, რომ ეს დრო მოვიდეს მალე. ბოლო წლებში ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რამაც გარკვეულწილად გააცოცხლა, ხო, ის მოგონებები, რომლებიც ჩვენს წარსულის ტრამვებს უკავშირდება. მინდა კითხოთ, აი როგორ შეცვალა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები რუსეთის ომმა უკრაინაში? მოხდა თუ არა აფხაზეთის ომის სხვაგვარად გადააზრება, როგორც ქართულ, ისე აფხაზურ საზოგადოებებში? რა თქმა უნდა, თქვენ სწორი სიტყვა იხმარეთ, ესე იგი გაცოცხლდა ჩვენთვის ის ომი, ეს მოგონებები დაგვიბრუნდა ყველას, მთელი ომის განმავლობაში, ვინც ამას იქ ადევნებდა თვალს სოხუმში და მთელი ამ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამავე დროს გაუცოცხლდა ყველაფერი იმ ადამიანებსაც, რომლებიც მართალია მან დაარიყვნენ, მაგრამ განიცდიდნენ ტელეეკრანებთან ან ინფორმაციას როგორც გაიგებდნენ, აბა რა ხდება იქ. და გაგახსენდა მთელი ეს საშინელება ომის, ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ადამიანმა და მწერალით მოვალეა, რომ ყველაფერი აჩვენოს რა არის ეს ომი, ის მონსტრის ნახტომებით შემოიჭრება ჩვენ ცხოვრებაში, მშვიდობა დადის ბავშვის ნაბიჯებით. ამიტომ ეს ომი მაინც ესე იგი ის მოვლენაა, რომელიც უფრო ის ეფექტურად აჩვენებს თავის საშინელებას, რომელსაც შეუძლია წამებში, აი როგორც ახლა გიზგიზებს ეს შენობა დაანგრიოს, რასაც ადამიანი დიდხანს აშენებდა და განსაკუთრებით დაანგრიოს და დაწყვიტოს ის ურთიერთობები, რომელსაც ადამიანის ურთიერთობა ქვია და რომელსაც ერთმა კარგმა მწერალმა ფუფუნება უწოდა ამ ადამიანთა ურთიერთობას. ამავე დროს ომზე უნდა იცოდნენ ყველაფერი მათ რომ რა მოხდა მაშინ, რამდენმა ქართველმა გადაარჩინა აფხაზი, რამდენმა აფხაზმა ქართველი, ასეთი მოვლენები იყო ხოლმე ჩვენთან ხშირად და რაც უფრო მეტია ასეთი მოვლენები, როდესაც ადამიანები თავს ცერავენ სხვის გამო, ეგრეთ წოდებული მტრის გამო, ვერ დროს როდესაც შერიგების დრო დადგება, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში. დიახ, თქვენ არაერთხელ ახსენეთ შერიგება და ჩვენ ამ კონტექსტში უნდა ვახსენოთ, რომ რეგიონში გვაქვს კიდევ ერთი პრეცედენტი, ვხედავთ ხომ გარკვეულ შერიგების ნაბიჯებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აი რა გზავნილია თქვენთვის ყარაბაღის ომის დასრულება? მე ვიყავი ორჯერ ყარაბაღში, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას მეც და ორგანიზაციამ, რომელმაც უთხოვა, რომ იქ ჩავსულიყავი, შემიწყო სწორედ ხელი, მე მაინტერესებდა იქ რა ხდებოდა. ვთხოვე აზერბაიჯანის მთავრობას, ხელისუფლებას, რომ მე მწერალი ვარ და ვსწავლობ ომის ანატომიას და მინდა ჩავიდე მან აუცილებლად და თავისთავად ყველაფერი გააკეთეს, დახმარება გამიციეს და ვნახე ის ომი, ვიყავი ჩრდილო კავკასიაში, ვიყავი სხვა ეგრეთ წოდებულ ცხელ წერტილებში და ადამიანი ყველგან ადამიანია და როდესაც დღევანდელი ყარაბაღის პრობლემის აი ასე მოწესრიგების, დალაგების, მოგვარების ამბავი დგება, მე დაწუნებული ვარ და ვიყავი ყოველთვის, რომ როგორც უბედურება მოულოდნელად დაგვატყდა თავს, ხომ, აი ასევე იქნება ადვილად და მოულოდნელად ის კარგი ამბები, რასაც მოყვება ადამიანების შერიგება და
ბოლო-ბოლო მივხვდებით, რომ იარაღი ეს ძალიან ცუდი საშუალებაა ან ჩვენი პრობლემების მოგვარების საქმეში. მე კარგად ვიცი ეს კონფლიქტები ჩვენთან, რაც საქართველოშია და რაც ჩვენს მეზობლებთან ხდება. და იმედი მაქვს, რომ ადამიანობა და საღიაზრი გაიმარჯვეს, თორემ კაცობრიობა ნელ-ნელა ანდახან როცა უყურებ ამ გიგანტური ომების ფრაგმენტებს ნელ-ნელა მიაბიჯებს პოლისაკენ და ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ. დიახ, და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ ასევე პოლარიზაციის მზარ ტენდენციას და ხშირად რადიკალური იდეოლოგიური დაპირისპირების მაგალითებსაც, ხო? აი ასე დროს განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით პირობითად არ აქვთ აფხაზეთთან თანაცხოვრების გამოცდილება, ხომ არ ფერმკრთალდება მათთვის მთელი ის ძალისხმევა, რომელიც შერიგებისკენ იყო მიმართული. დიახ, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ასეა, ამიტომ რომ რაღაცას აკეთებ და მე შეიძლება ერთმა კალაშნიკოვის ჯერმა, ავტომატის კალაშნიკოვის ჯერმა ეს ყველაფერი დაანგრიოს, გააჩეროს, გადაისროლოს, არასწორად დააბიჯო ფეხი სადღაც, არასწორად სიტყვა თქვა ან ქმედება ჩაიდინო და შეიძლება აფეთქდეს ეს ნაღმი და მე ისევ თავიდან იქნეს ყველაფერი დასაწყისი. ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მყიფე, ძალიან სათუთი და ჩვენ მას უნდა სათუთად მოვიყვყრათ და არ შეიძლება თქვა და ადამიანები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ისინი ნაპოლეონის გზას ადგანან და ესე იგი პირველები არიან ამაში, მათი გამოყენება იმავე დაუშვათ მაჰატმა განდის გზაზე. ადამიანები იყოფიან, ხო? ნაპოლეონი იყო, მაჰატმა განდი და საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს იმ პროცესს, რომ აი ეს მშვიდობიანად წარმართოთ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ და აფხაზებმა და ამავე დროს სამაგალითონი ვიყოთ სხვა კონფლიქტებისთვის, იმიტომ რომ დროსა და სივრცეში აუცილებლად არსებობს ის წერტილი, რომელსაც ორივენი ვეძებთ. მარტონი ვერ მოვძებნით. აფხაზებმა და ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ ის, მარტო არ ხდება ეგეთი ამბავი და აი იმას უნდა ეს არის გადარჩენის ფორმულა ჩემთვის. არა მარტო ქართველების და აფხაზების, არამედ მთელი სამყაროსიც, იმიტომ რომ თუ გადაარჩენ ომისაგან ადამიანს და მშვიდობით ივლია რა, შენ დადიხარ უკვე მთელ პლანეტაზე და მაგალითი ხარ ყველასი და მე ვისურვებდი რომ აი ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ იმაზე თუ რა ძალა აქვს მშვიდობას, რომელიც არ ჩანს, რომელსაც ხშირად აღწევს ომის ხალხი, ომის შემოქმედები და მე ვფიქრობ რომ აი რაღაც ძალისხმევა მეტი ჭირდება ამას, მეტი გულწრფელობა ჭირდება და მე ნებისმიერი ადამიანი დაგიჯერებს რომ ეს გზა ჯობია ომის გზას.